მეგობრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ და მოდით ახლა მე თქვენ გაგაცნობთ ერთი კვირის არკანის ენერგიას და ვნახოთ ერთი კვირის განმავლობაში რომელი არკანის ენერგიებს გაივლით, რა გელოდებათ საინტერესო, რა გელოდებათ მნიშვნელოვანი, საით უნდა მომართოთ თქვენი ფოკუსი, თქვენი ყურადღება, თქვენი ენერგიები და პოტენციალი და ამას ჩვენ გაგვიზიარებს კვირის არკანის ენერგია. მაშა სადამე ვარიანტი პირველი კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე კვირის არკანის ენერგია. ვფიქრობ ორივე ვარიანტი კარგად ჩანს. ესე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და გამოვიყენოთ ქვები. ესეთი პირველი ვარიანტი გვექნება და ესეთი მეორე ვარიანტი გვექნება. ახლა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს და უსვით კითხვა სამყაროს, რა მელოდება ერთი კვირის განმავლობაში, როგორ ენერგიებში ვიქნები და როცა კითვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი უცბად მიიწევებს თქვენს მზერას, არც დაგჭირდებათ ბევრი ფიქრი და ბევრი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ვარიანტი აერჩიოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეზოთერიულ შემეცნებითი ჯგუფი მზის კარი თითქმის 2 წლის არის და ის კვლავ ღია არის ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც უნდა რომ შეისწავლოს, შეიცნოს, შეიმეცნოს, გაიგოს კიდევ უფრო მეტი, რაც უშუალოდ მაგიურ ოკულტურ სწავლებებს ეხება, სხვადასხვა ტრადიციებს, სხვადასხვა მიმართულებებს, ყოველდღიურ დღის არკანებს, ყოველთვიურ თითქმის საჯარო რიტუალ პრაქტიკებს, ჩემს ავტორო პრაქტიკებს, ძალიან საინტერესო შემეცნებით პოდკასტებს და რა თქმა უნდა, თითოეული ჯგუფის წევრი, ეს არის ის უფლებამოსილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დასვას კითხვები, გაესაუბრო სხვა ჯგუფის ვთქვათ წევრებს, დაწეროს კომენტარები და დაიწეროს სტატუსები, გაიცვალოს ერთმანეთში ინფორმაცია, გამოცდილებები. მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც აქ გვერდმზის ადამიანზე ვეღარ ხედავთ უკვე დიდი ხანია, მე ვთქვი, რომ ჩემს სწავლებებს და პრაქტიკებს საჯაროდ აღარ დავდებდი, ყველაფერი არის მხოლოდ დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში მზის კარი, რომელსაც აქვე შეგახსენებთ, რომ არის ფასიანი და შესაბამისად მე როდესაც ემატებით ხოლმე ჯგუფში და ირკვევა რა ჯგუფი ფასიანია, მე არის ხოლმე ესეთი გაუგებრობები, რომ რატომ არ გავგვაფრთხილეთ და გეუბნებით ჯგუფი არის ფასიანი და ყოველთვიურ მინიმალურ გადასახადს შეადგენს, ეს არის 25 ლარი და მოკლედ იქამდე იქნებით ჯგუფში და იქამდე იქნებით ამ დიდი ოჯახის წევრი, სადამდეც თქვენი სურვილი იქნება ჯგუფში ყოფნისა, რა თქმა უნდა, შემოსვლასაც თავისი წესები აქვს და გასვლასაც. ძალიან კარგი ჩემო ძვირფასებო. მაშა სადამე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, იმედია კარგად გაიაზრეთ, კარგად დაინახეთ ორივე ვარიანტი, კარგად შეიგრძენით, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. მოდით ვნახოთ თქვენი კვირის წამყვანი არკანი, რომელი იქნება პირველი ვარიანტი, არკანი მთვარე. არკანი მთვარე ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად წინ წამოიწევა ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა ის საკითხები, რომლებიც თქვენში ერთგვარ შფოთის ენერგიას შემოიტანს, როდესაც ეს იქნება გაურკვევლობა, სად წახვიდეთ, საით იმოძრაოთ, საით გადადგათ შემდგომი ნაბიჯები. ეს არის სხვათაშორის ღრმა ფსიქოემოციონალური პროცესებში ჩაყვინთვა, როდესაც ადამიანებს უწევთ საკუთარი შიშების, თვის თვალების გასწორება, როდესაც სიტუაცია მიდის ისე, რომ არ იცით როგორ და სად გადადგათ შემდგომი ნაბიჯები, იმიტომ რომ გეშინიათ, იმიტომ რომ არ არის უსაფრთხოების შეგრძნება, იმიტომ რომ ნისლიან ამინჩი, არ ვიცი გისეირნიათ თუ არა, ან მოხვედრილ ხართ თუ არა ნისლში, ეს არის ერთის მხრივ საოცარი სანახაობა, მეორე მხრივ ძალიან ესეთი საშიში მდგომარეობა, ხო, როდესაც არ იცი კიდევ ერთ ნისლის იქით რა იმალება, ხო? ხო და აი ეს არის ზუსტად ამ ერთი კვირის არკანის ენერგია, როდესაც მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ნისლში
თქვენი მოძრაობა იყოს ძალიან ფრთხილი, იყოს ძალიან დაკვირვებული, დააკვირდეთ საკუთარ ემოციებს, სხვათა შორის ძალიან იქნება გამძაფრებული. სიზმრები, შესაძლოა ინტუიციის გამძაფრება, წინათ გრძნობის გამძაფრება იგრძნოთ, რაც შესაძლებელია თქვენთვის ერთგვარი შემაწუხებელიც კი გახდეს, ხო, იმიტომ რომ ყველა ასეთი ზეწოლისთვის, ასე ვთქვათ, მზად არ არის, ხო, განსაკუთრებით, როდესაც სიზმრებში მოდის თქვენთვის გაურკვეველი და გაუგებარი მესიჯები, რომლის ახსნაც და რომლის გაშლაც რაღაცნაირად თქვენთვის არ არის მარტივი. მოკლედ, ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ჩაიხედოთ და ჩაყვინთოთ საკუთარ შიშებში, საკუთარ შფოთვებში, ამას თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად იგრძნობთ, რომ რაღაც არ არის, იგრძნობთ, რომ არ არის მყარი მიწა თქვენს ფეხებ ქვეშ, ხო? არის ისეთი შეგრძნება, რომ არიცი ეს მიწა როდის გამოგეცლება და როდის ასე იგი აღმოჩნდები შენთვის გაუგებარ სივრცესა და ენერგიებში. რას ეხება ეს ყველაფერი პირველი ვარიანტი? პენტაკლები ეხება თქვენს სამსახურს, კარიერას, თქვენს ფინანსებს, ეს ეხება თქვენს შემოქმედებას, ხო, რაშიც დებთ თქვენს ენერგიას, რაშიც დებთ თქვენს სწავლას, განათლებას, ენერგიას, ხო, სწავლისას. შესაძლებელია გაჩნდეს ესეთი კითხვები, რამდენად სწორია, რამდენად სწორად მოქმედებ, ან რამდენად სწორად ვანაწილებ ჩემს პენტაკლებს, რამდენად სწორად ვანაწილებ ჩემს ენერგიას, ხო, შესაძლებელია შეიქმნას ესეთი სიტუაცია, როდესაც მithumetes უკვე სექტემბერი ახლოვდება და ადამიანები უბრუნდებიან საკუთარ სამუშაო სივრცეს და შესაძლებელია უშუალოდ ამ საკითხებთან დაკავშირებით იყოს კითხვის ნიშანი, მინდა ვიყო იქ, სადაც ვარ, რამდენად მიფასდება, რამდენად არ მიფასდება, ხომ არ გადავიდე სადმე ახალში, ხომ არ მოვიძიო რაღაც ახალი, ხო, ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს ეხება თქვენს პენტაკლებს, ანუ თქვენს შემოქმედებით ენერგიას, რომლის ნაწილშიც გექნებათ ერთგვარი გაურკვევლობა, იმიტომ რომ არიცით როგორ მოიქცეთ, ხო? რამდენად სწორია იქ, სადაც მიმოქვს ჩემი ენერგია, რამდენად სწორია იქ, სადაც მიმოქვს ჩემი ფინანსები, ჩემი პოტენციალი და რამდენად სწორია იქ, სადაც ვარ. ეს კითხვები იქნება ძალიან აქტუალური თქვენთვის პირველი ვარიანტი. კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? შვიდიანობის ხმლები, მეგობრებო, ეს ერთი კვირა საკმაოდ დაძაბული იქნება პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ იქნება იმის შეგრძნება და განწყობა, რომ მთელი სამყარო არის თქვენს წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ თითქოს პირველ რიგში ენერგია გადის, მაგრამ არ ბრუნდება ზუსტად იმდენი რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა დაბრუნდეს, ხო? თითქოს ადამიანებს უფრო მეტი მიაქვთ, გარემოებებს უფრო მეტი მიაქვთ თქვენგან, ვიდრე მოაქვთ, ხო? საერთოდ დარღვეულია ყველანაირი ემოციური, ენერგოინფორმაციული, ყველანაირი ფიზიკური ბალანსი დარღვეული აქვს პირველი ვარიანტი და ამ დარღვევებს ძალიან ინტენსიურად იგრძნობთ, ხო? თითქოს გექნებათ ის მომენტი, რომ იქნებ და როგორ რაღაც შველა ან რჩევა გინდათ ადამიანისგან, ხო? ან იმედი გაქვთ, რომ ვიღაც დაგეხმარებათ კონკრეტულ სიტუაციაში, გამოგიყვანთ ამ რთული სიტუაციიდან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს მთლად ასე არ არის და კიდევ ერთხელ შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედები ადამიანებში, ხვდებით ხომ? ეს ყველაფერი იცით რას მაგონებს, როდესაც ზედმეტად დიდ იმედებს ვამყარებთ გარემო სამყაროზე, ვგულისხმობ ადამიანებზე, ადამიანურ გამოვლინებებზე, მათ ჩართულობაზე, ზედმეტად ხართ აქ რაღაცა ზემოქმედებების ქვეშ, ხვდებით ხო? ზედმეტად ყურადღებას აქცევთ, ვინ რას ამბობს, ვინ რას აკეთებს, ვინ რას როგორ გაფასებთ, ვის მოსწონხართ, ვის არ მოსწონხართ და ამ ყველაფერში ძალიან დაკარგავთ საკუთარ თავს. პირველი ვარიანტი და ამას უნდა
მიხვდეთ და ამას ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იგრძნობთ, რომ მე დავკარგე ჩემი თავი, ხო, რაღაცნაირად სხვებისთვის კომფორტის ზონის შექმნის ნაწილში მე დავრჩი კომფორტს გარეთ, ხო, იმისთვის რომ სხვა იყოს კარგად, მე ვგრძნობ თავს ცუდად. მიხვდით ხომ, ეს ყველაფერი ძალიან ინტენსიური იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში და მიაქციეთ მაქსიმალურად ყურადღება, ხო? შესაძლებელია იფიქროთ, რომ გამოჩნდება კონკრეტული ადამიანი, ძირითადად მამაკაცი, იმიტომ რომ პენტაკლების მეფე პლუს იმპერატორი, მამაკაცი, რომელიც აიღებს ამ ყველაფერს ზედამხედველობის ქვეშ, მოაგვარებს, დაალაგებს, მაგრამ ეს ასე არ იქნება, ხო? არავინ არაფერს არ დაალაგებს თითქოს პირიქით. ძალიან ისეთი მტკივნეული ერთი კვირა იქნება, მაგრამ ძალიან ცხადად დაგანახებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში იმ ჩამოხსნილ ნიღბებს, იმ ცრუ იმედებს, იმ ცრუ მოლოდინებს, რომლებიც შესაძლებელია ადამიანებთან მიმართებაში თქვენ შეიქმენით და მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში იცით როგორ ენერგიებში იქნებით, რომელიც ყველანაირად გაგაგებინებთ, რომ შენი თავისი იმედი ამ სამყაროში მხოლოდ შენი თავისი იმედი უნდა გქონდეს. უნდა გააკეთო ის, რაც შენ გინდა. უნდა იმოქმედო ისე, როგორც შენ გინდა. შენ გინდა და არა ვიღაც სხვას, ხო, სხვა ვერ დაგიგეგმავს, სხვა ვერ მოგცემს იმას, რისი მოლოდინებიც გაქვს. იმიტომ რომ ყოველთვის ან გეცოტავება, ან გებევრება, ან საერთოდ არ იქნება ეს ყველაფერი, ხო, ანუ არ მოგეცემა, იმიტომ რომ არასწორად დაინახე და არასწორად შეაფასე კონკრეტული მოვლენები, ადამიანები, რეალობები და დაგწყდა გული. აი ესეთი ერთი კვირა იქნება ჩემო ძვირფასებო და მიაქციეთ აი ამ ყველაფერს ყურადღება, ხო? როგორც ვარიანტი, აქ შესაძლებელი იყოს ის მომენტი, რომ საერთოდ სხვა მოლოდინები გქონდათ მამაკაცისგან, კონკრეტული იმპერატორისგან, მაგრამ საერთოდ სხვა მოლოდინები მიიღეთ, ხო? ანუ მოლოდინი გქონდათ, რომ პირიქით ადამიანი დაგეხმარებოდათ, ან ადეკვატურად გაიგებდა სიტუაციას, ან გვერდში დაგიდგებოდათ, ან ყოველ შემთხვევაში პრობლემას არ შეგიქმნიდათ და აუცილებლად აღმოჩნდება, რომ კი, პრობლემები ნამდვილად შეგიქმნათ ადამიანმა და სხვათა შორის ყველას არ ეხება, ძალიან ერთეულებს, მაგრამ აქ შესაძლებელია გაიგოთ ისეთი არასასიამოვნო ინფორმაცია, როგორიც არის ღალატი, როგორიც არის ტყუილი, როგორიც არის ქურდობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ესეთი საკმაოდ დაძაბული ერთი კვირის არკანის ენერგიები ამოვიდა პირველი ვარიანტი თქვენთან. დაგემშვიდობებით და გადავედით ვარიანტი მეორეზე. თქვენი კვირის არკანის ენერგია როგორი იქნება? ვარიანტი 2, პირველი არკანი, რომელიც მეგობრებო, რა ხდება? არკანი კოშკი. არკანი კოშკი, არკანი მთვარე. ჩამოიშლება ის ყველა შაბლონი, რა შაბლონზეც მაგალითად იდგა თქვენი რაღაცაც ილუზიები, ხო? რაღაცა სიცრუე გამოაშკარავდება. რაღაცა სიტუაცია, ვთქვათ, ისე შემოტრიალდება, როდესაც დაინახავთ და მიხვდებით, რომ რამდენჯერაც არ უნდა აპატიოთ, რამდენჯერაც არ უნდა თვალი დახუჭოთ, ხო? ერთი და იგივე, ვთქვათ, სიტუაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია თქვენთვის ტოქსიკურია და არასაჭიროა, ნუ უცებ ესე იგი მიხვდებით, რომ სიტუაცია კვლავ ბრუნდება და იქამდე დაბრუნდება და იქამდე ჩამოხევს ყველა იმ ცრუ სიცრუეს და ილუზიას თქვენს რეალობაში, რომელსაც ასე ძალიან ებღაუჭებით. რას ეხება ეს თქვენი არკანი კოშკი? მეორე ვარიანტი, რას ეხება? კვერთხების რაინდი. მეგობრებო, ნახეთ, პირველ რიგში ძალიან ფრთხილად იმოძრავეთ, ვისაც ავტომობილი გყავთ, ფრთხილად გადაადგილდით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შესაძლებელია არსებობს გარკვეული მინიმალურზე, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, საფრთხე რომ იყოს იქ რაღაცა პატარა პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? თუმცა მე მაინც მინდა რომ ეს ხო, კარგად შეამოწმეთ სახლში უთოები, კარგად შეამოწმეთ სახლში ელექტრო გაყვანილობები,
ყველაფერი რაც დენს, ძაბვას და ასე შემდეგ უკავშირდება, აქაც უნდა იყოს აუცილებლად შემოწმებული. მეორე ვარიანტი, რა შემიძლია გითხრათ, ხომ? ეს უბრალოდ ყოფიერნა ამ ბავშვი, მაგრამ თუ ჩვენ ამას რა თქმა უნდა განვიხილავთ უფრო ენერგეტიკულ ნაწილში და ძირითადად ეს ყველაფერი უფრო მეტად ენერგიებს ეხება, ეს არის ის, რომ თქვენ კიდევ ერთ საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ, მტკივნეულს, მაგრამ საინტერესოს, რომელიც თქვენ მიგახვედრებთ, რომ დროა იმოძრაოთ წინ. ანუ არ უნდა გაჩერდეთ. მოკლედ გარკვეული მტკივნეული სიტუაციები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ამ ტკივილიან გამოცდილებაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სხვანაირად ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას თუ ის კომფორტის ზონიდან არ შეაჯანჯღარეს და არ ჩამოაგდეს იმ ილუზიებიდან, რომელზედაც ის ესე საკმაოდ მყარად დაჯდა, ხო, რაღაცა ილუზორულ სამყაროში. ასე რომ მე მომწონს ის, იმიტომ რომ თქვენ განთავისუფლდებით გარკვეული ილუზიებისგან, შესაძლებელია შიშებისგანაც და მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს აქტიურ ენერგიასთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება იყოს მოგზაურობა, ადგილმდებარეობის შეცვლა, გადაადგილება, მარშრუტის შეცვლა, ხო? ანუ უბრალოდ ახალი გამოცდილებების მიღება. კიდე რა ელოდება მეორე ვარიანტს კვირის განმავლობაში? ძალიან გავს პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტს, იმიტომ რომ როგორც პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტიც აი თითქოს ცდილობს რომ რაღაცა შეცვალოს, თითქოს ცდილობს რომ სიტუაცია ახლებურად დაინახოს, თითქოს ცდილობს რომ სიტუაციაზე გაიმარჯვოს, მაგრამ მაინც მოდის ვინმე თასების მეფე ათიანების ხმლებით. ნახეთ? მაინც მოდის ვინმე თასების მეფე, რომელსაც მოაქვს ათიანების ხმლები. რაც ნიშნავს იმას შემოძვირფასებო, რომ იქამდე სადამდე კონკრეტული ადამიანი იმდენჯერ ჩამოანგრევს თქვენს მცდელობას იმისთვის, რომ იყოთ უკეთესი, იყოთ უფრო ჯანმრთელი, იყოთ უფრო თავისუფალი, იყოთ უფრო მეტად შემდგარი. ეს ადამიანი მოდის და თითქოს ანგრევს თქვენს კომფორტს, ანგრევს თქვენს მცდელობებს, აუფასურებს, ხო, სადღაც. და მე გიწევთ ამ ყველაფრიდან ისევ ამოსვლა, ისევ მუშაობა, ისევ ბალანსის გასწორება, ისევ ენერგიების აღდგენა. მიხვდით ხო, ანუ მთლიანობაში რაზე არის საუბარი ამ გაშლაში მეორე ვარიანტი. გავს პირველ ვარიანტს ძალიან. ნახეთ, იმდენჯერ დადგება კოშკის ენერგია, რამდენჯერაც თქვენ მთავარ აი სიმსივნე ხომ არის ესეთი ჯამთ ონკოლოგია, სიმსივნე, კიბო ხო? თქვენ შეიძლება ეს საცეცები მოაჭრათ ხო ამ კიბოს მეტასტაზე, მაგრამ მთავარი კიბო სადაც ზის ხო? თუ ეს არ იქნება ამოძირკვული თქვენი ცნობიერიდან და თქვენი რეალობიდან, ну, აი იმდენჯერ დაინგრევა, იმდენჯერ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ რაღაცა უნდა გამოვასწოროთ. იმდენჯერ მოგვემატება мотиваცია, იმდენჯერ მოვა აი ეს კიბო, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით და დაანგრევს აი ამ თქვენს ესე ფრთხილად ქვაზე დადებულ ქვას, ხო, რომელსაც თქვენ მთელი სიფრთხილით აშენებთ იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი, ხო? ანუ გართმევთ ენერგიას და მე გიწევთ აი ამ ენერგიების აღდგენა, მე ისევ თავიდან ხვდებით ხომ? ეს დაახლოებით ისეთ როგორი ამბავია, ჩემო მეგობრებო, რომ
ვისაც კატები ყავთ ხომ კარგად იცით ეხლა რაზე გეუბნებით ხო კატა მიცის კუკებს და ფისებს რო გააკეთებს ხოლმე მე მიწა საყრის ხო ანუ მარხავს ეგ მაგრამ თუ რა თქმა უნდა ეს არ გაიწმინდა და არ მოწესრიგდა რა თქმა უნდა სუნი დადგება ხო უსიამოვნო აი ზუსტად ეს არის თქვენ შეგიძლიათ მიაყაროთ მიწა ესე იგი ასხათ უამრავი სუნამო ხო აი ამ კუკებს ადამიანის სახით თუ კონკრეტული რეალობების სახით არ აქვს ახლა მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ გავიწყებთ ის რომ კუკი ხდებით ხო? კუკები არის კუკები, რომელსაც რაც არ უნდა შეასხათ, მაინც აყროლდება, მაინც თავის სუნს გამოუშვებს. რაც არ უნდა მიწა მიაყაროთ, მაინც თავის სუნს გამოუშვებს. ასე რომ აქ მთავარი ამ კვირის არკანის ენერგიაში არის ის, რომ თქვენ დაგანახებენ, სად არის თქვენი ყველაზე ესეთი კარგად მიჩქმალული, აი ეს მიწამიყრილი პრობლემა, ხო? რომელიც სუნს აუცილებლად ამოუშვებს. ისევ დაბრუნდება და იმდენჯერ დაბრუნდება, სანამ თქვენ მას უბრალოდ არ გაასუფთავებთ თქვენი რეალობიდან, არ ამოძირკვავთ და არ გადააკეთებთ. ეს არის შემოძირფასება მეორე ვარიანტი. ბევრი ვისაუბრეთ კატის კუკებზე, მაგრამ სუსტად ვიცი რომ კარგად მიხვდით ეხლა რაც ვიგულისხმე. მე კი გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით.